ფალავანთა დარბაზში პროტესტი გრძელდება საწვრთნელი პროცესის განახლების მიუხედავად. სპორტსმენთა ნაწილი ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის ლუკა კურტანიძის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვს. ქართული ჭიდაობის მმართველმა ორგანომ გუშინ ოფიციალურად საწვრთნელო შტაბებში საკადრო ცვლილებები განახორციელა. თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს ნუგზარ სხიერელი ბერძნულ რომაულ სტილით ფალავანებს კი მიხეილ სალაძე უხელმძღვანელებს. ფედერაციის პრეზიდენტის განცხადებით ამ გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი საწვრთნელო პროცესის განახლება იყო. ახლა ჩატარდეს არჩევნები. ესე გაგრძელება არ შეიძლება. მე ნუგზარ სხირელის ის გამოვიარე ახალგაზრდებში ის იყო მთავარი მწვრთნელი. პიროვნულად ის კაი კაცი არის, ყველანაირად პროფესიონალად თავის საქმეს, მაგრამ ეს ერთპიროვნულად ამის გადაწყვეტა არ შეიძლება. საქართველოს ნაკრებში შედის 32 მოჭიდავე, ისინი თუ წინააღმდეგი არიან. მე მაინტერესებს ერთი რამე, როგორც მე გავიდე, ისინი ჩემი წინააღმდეგი არ არიან და არიან ლუკა კურტანიძის და ლუკა კურტანიძის მიერ რო არ დანიშნული, ამიტომ არაპირებენ ჩემთან ერთად ვარჯიშების ჩატარებას, მაგრამ ერთი რამე უნდა იცოდნენ, მე ლუკა კურტანიძეს არ დავუნიშნივარ. მე დამნიშნა ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა და სპორტის მინისტრმა ბატონმა ლევან კიპიანმა. მე რა თქმა უნდა გავიარე კონსულტაციები ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელთან, ასევე იცით რომ პარლამენტში სპორტის კომიტეტის ხელმძღვანელია ბატონი ლერი, ასევე გავიარე სპორტის მინისტრთან და მე ეს თემა რომელიც ერთპიროვნულად შემეძლო გადამეწყვეტ, ასევე ზეპირსიტყვიერად ჩვენ ვისაუბრეთ ბატონ რომან რურუასთან და ასევე ყველას ჩავაყენე საქმის სურში. თვითონ სპორტსმენებმა ორიენტირი უნდა ეიღონ იმისათვის, რომ საქართველოსთვის იბრძოლონ საერთაშორისო არენაზე.